ექსტრადირების საკითხის განხილვამდე ირაკლი ოქრუაშვილი ბერლინის ციხეში რჩება, ექს-მინისტრი უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების საკანში, სადაც მარტო იმყოფება. თბილისიდან ბერლინის პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია ყველა ის მასალა, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ თბილისის სასამართლოში წარადგინეს. თავდაცვის ექს-მინისტრის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი ამ მასალების შესწავლის შემდეგ 40 დღის ვადაში გადაწყდება. ირაკლი ოქრუაშვილს ბერლინის საქალაქო სასამართლომ ექსტრადირებამდე წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. იგი ამ პერიოდს საკანში მარტო გაატარებს. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ბერლინის საქალაქო პროკურატურის სპიკერმა მიხეილ გრუნვალდმა დაუდასტურა. გრუნვალდის განცხადებით ჯერჯერობით სასამართლოს არ უმსჯელია ოქრუაშვილის ექსტრადირების საკითხზე. ბერლინში ექს-მინისტრის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ელოდებიან. ის იმყოფება ბერლინის ციხეში, ერთ-ერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. სასამართლოს ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. გუშინ გაიმართა წინასწარი მოსმენა. ქართული მხარის მიერ მასალების გადმოცემამდე ამ ეტაპზე ოქრუაშვილის ბრალეულობის საკითხი ისევ დგას. ქართველი სამართალდამცავები ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი 40 დღის ვადაში უნდა გადაწყდეს. თუმცა გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ბერლინში უკვე გაგზავნეს ოქრუაშვილის საქმის ყველა ის მასალა, რომელიც თბილისში სასამართლო პროცესზე იყო წარმოდგენილი. მათ შორის ოქრუაშვილის ჩვენება, რომელიც მან სასამართლოს მისცა. ყველა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც ქართულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს წაუყენა ბრალი, უნდა გადაეცეს ამ შემთხვევაში გერმანელ მოსამართლეს, რომელიც განიხილავს ამ დოკუმენტაციას და ნახავს შესაბამისობას გერმანულ კანონმდებლობასთან. გერმანიისთვის, მათი ესე იგი იურისტებისთვის, მოსამართლეებისთვის, თუ გინდათ პროკურატურისთვის იქნება ეს მტკიცედ დადასტურებული ფაქტები და თუ ისინი ჩათვლიან, რომ მათთვის ეს საკმარისი არ არის და 40 დღის განმავლობაში დამატებით მასალებს არ მიიღებენ, ისინი უბრალოდ განთავისუფლებენ ირაკლი ოქრუაშვილს. საქმის მასალების გაგზავნას და ბერლინში გამგზავრებას ოქრუაშვილის ადვოკატებიც აპირებენ. ეკა ბესელია ამბობს, რომ უკვე ესაუბრა ექს-მინისტრის სახაზინო ადვოკატებს გერმანიაში. მას იმედი აქვს, რომ ბერლინის სასამართლო ოქრუაშვილის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. გითხრას, რომ არის შესაძლებელი დალაპარაკება, აქედან კონსულტაციების გაწევა და ასე შემდეგ. ეხლა პირველ რიგში რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის, რომ წარმოვადგინოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაკავება ოქრუაშვილის დაპატიმრება, მის მიმართ განხორციელებული სხვა საპროცესო მოქმედებები იყო აბსოლუტურად უკანონო, კანონის ძალიან უხეში დარღვევით და ოქრუაშვილის ექსტრადირებამდე ბერლინის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ითვლება თუ არა გერმანიის კანონმდებლობით დანაშაულად იზბრალდებები, რის გამოც საქართველო ოქრუაშვილის გადაცემას ითხოვს. ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის გაიმართება მთავარი პროცესი, სადაც ექსტრადიციის საქმე უნდა გადაწყდეს. მასალების ნაწილი უკვე გადაცემულია დანარჩენი მასალები, როგორც კი ეს მასალები მომზადებული, მოხდება მათი გადმოცემა. ეს დღეს იქნება, ხვალ იქნება, ამის თქმა გამოჩნდება. ჩვენ ინტერპოლით მივიღეთ შეტყობინება, რომ ადამიანის სახელი და გვარით ირაკლი ოქრუაშვილი იძებნებოდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ითხოვდა მის დაკავებას. ჩვენი კომპეტენცია არ არის გავარკვიოთ მისი ბრალეულობა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. გერმანელი სამართალდამცავების ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილი სამშაბათ საღამოს ბერლინში სასტუმროს ნომერში დააკავეს. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ექს-მინისტრს ბრალად ფულის გათეთრება, დიდი რაოდენობით ქრთამის გამოძალვა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და გულგრილობა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაემშვიდობა წარსულს ამ ლოზუნგით, შრომის პარტიის პრეზიდენტობის მსურველი ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიას მართავს. ჟალვა ნათელაშვილი მთავარ აქცენტებს სოციალურ პრობლემებზე აკეთებს და გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამ მრჩეველს პირველ რიგში ამნისტიის გადაწყვეტილების მიღებას პირდება. წინასაარჩევნო პროგრამა, რომელსაც მეტეხის დებულება ჰქვია, ლეიბორისტების საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტმა სიმბოლურად მეტეხის ხიდთან წარადგინა. დიდი და პატარა ლეიბორისტები პარტიის დროშებით მეტეხის ხიდთან 12 საათისთვის შეიკრიბნენ. ლიდერის მეტეხის პლატოზე ამოსვლამდე აქტივისტებმა ტრიბუნა მოიტანეს და ბრიფინგისთვის საუკეთესო ადგილის ძებნაში პარტიის ატრიბუტიკას ადგილმდებარეობა რამდენჯერმე შეუცვალეს. გააჩერე ხო გაგა ოპერატორს. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას პრეზიდენტობის კანდიდატი დღესაც მეგობრის მერსედესით მოშორებით ელოდებოდა. მყავს მე ჩემი მანქანა, მაგრამ ის გაჩერებულია იმის გამო, რომ
კრედიტით მაქვს გამოყვანილი და არ მინდა ეხლა სადღაცა წავარტყა, წამოვარტყა სიჩქარეში და დავემხოს თავზე ოჯახი და ცხელი დღეები გველის ასე რომ დაემშვიდობე წარსულს, ასეთია ლეიბორისტების წინასაარჩევნო ლოზუნგი. საპრეზიდენტო პროგრამას მეტეხის დებულება დაარქვეს და ამიტომაც გაახმაურეს ის მეტეხის ეკლესიასთან. მე გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანას გამოიყვან ბატონყმობის, სიღატაკის, შიმშილის, სიბნელის, უმუშევრობის, უიმედობის ვითარებიდან ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ გავაუქმებ არსებულ საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რომ ხალხი აირჩევს ყველა თანამდებობის პირს მოსამართლიდან დაწყებული და მერი გამგებლები დამთავრებული, რომ ხალხი მიიღებს მთავარ კანონებს რეფერენდუმებზე და არაკორუმპირებული დეპუტატები. კონკურენტებისგან განსხვავებით ნათელაშვილს დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დაუსახელებია. არ გაამხილეს გამარჯვების შემთხვევაში თუ რა სახეებით დაკომპლექტდება მისი მთავრობა. გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს გააგრძელოს წინსვლა დასავლური ინტეგრაციისაკენ, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ არა ვინმეს ხარჯზე. გაუმჯობესდება ურთიერთობები რუსეთთან. ის, რასაც დღეს მეტეხის დებულება დაარქვეს, მათზე მშრომელთა პარტიის წევრებს ადრეც უსაუბრიათ. წლების მანძილზე არ იცვლება პარტიის არც ბრიფინგის შინაარსი და არც მისი ადრესატი. ქუჩაში ბრიფინგების ჩატარება პარტიის ხელწერაა. თავარ კონკურენტს ნათელაშვილმა გასულ წელს ავლაბრიდან სიმბოლურად თეთრი ხელთათმანიც ესროლა. მე პირდაპირ ტელედებატებში ვიწვევ საქართველოს სამარცხვინო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ამის ნიშნად ვესვრი თეთრ ხელთათმანს. ეს გახლავთ ბატონი ივანე. ლეიბორისტებს ეკუთვნით ხელისუფლების ოლიგარქიული აბლაბუდის შექმნის იდეაც. მინისტრი, მეორე გახლავთ დეპუტატი, სად არის მისი დაუვიწყარი პორტრეტი. სოციალური თემატიკა წლების მანძილზე მშრომელთა პარტიისთვის ყველაზე აქტუალური იყო. დენის ტარიფის გაზდის გამო კომპანია AS Telas ლეიბორისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლეს. ულოცავ მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას, გილოცავ თითოეულ ქვეყანას. წყლის ტარიფის გაზდას და თბილისის წყლის გასხვისებას კი ჟინვალიდან აპროტესტებდნენ. ჟინვალესი სხვისდება მყინვარწვერიდან, თქვენთან რო შემოდის სახში ონკანი იმის შათვლით. ლეიბორისტები დღემდე მოუნელებელ პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევენ 2002 წლის საკრებულოს არჩევნებში თავმჯდომარის პოსტის დაკარგვას, როდესაც ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით ერთი ხმით უპირატესობაში მყოფმა ლეიბორისტულმა პარტიამ თავმჯდომარეობა ნებით მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. სამაგიეროდ პარტიის წევრები დღემდე ამაყობენ, რომ არ მიიღეს მონაწილეობა ვარდების რევოლუციაში. საპროტესტო აქციებს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თავადაც ხშირად აწყობდნენ და სხვისი ინიციატივით გამართულ მანიფესტაციებშიც გამოდიოდნენ. მაგალითად, 2 წლის წინ რუსთაველზე დაკავებული მოჭიდავეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ უკვე სალარო აპარატების გაუქმებას. თუ რამე წინასწარმეტყველების ნიჭი გამაშინებთ, მაინც და მაინც დიდი არა, მაგრამ პატარა რაღაცების ანალიზს ვაკეთებთ თქვენთან ერთად. სააკაშვილის მთავრობისგან ბუნტღა დარჩება ისე მეტი საქმე. ნათელაშვილი აქტიურად ჩანდა ნოემბრის აქციებშიც. ის ჯერ კიდევ ეროვნული საბჭოს წევრი იყო. მისი და საბჭოს წევრების გზა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ გაიღო, როდესაც ლეიბორისტები ერთიან კანდიდატს გაემიჯნენ და მხოლოდ ნათელაშვილის გაპრეზიდენტებას დაუჭირეს მხარი. თუმცა მანამდე პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობდნენ. ის როგორც რეალური პრეზიდენტობის კანდიდატი დგას საფრთხის ქვეშ, ვინაიდან სააკაშვილს განზრახული აქვს მისი როგორც რეალური პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური და ფიზიკური ჩამოცილება სარბიელიდან. აი საიდანღაც მოგვაწვია ხმა, რომელიღაც სარდაფიდან, სადაც ჩამძვრალია და იმალება ხალხის ბელადმა შალვა ნათელაშვილმა. და იძახეს, რომ ამომიშვით სარდაფიდან, არ დამიჭიროთ. მინდა უთხრა, ამოვიდეს, არ დავიჭერთ. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საკუთარი თავის გარდა პრეზიდენტობა არავისთვის ემატება და სამშობლოსაც არავის ანდობს. 15 წლის მანძილზე პოლიტიკაში მყოფი ნათელაშვილი პრეზიდენტობის არჩევნებში პირველად მონაწილეობს და გამარჯვებაშიც დარწმუნებულია. მიცნობენ მოხარშულს, ოჯახიანად, ჩემი ხალხის ფსიქიკაში, მათ სულში, ჩემი მუდმივი ძაფი მაქვს, გაბმული ამ ძაფს ვერავინ ვერ ჩაჭრის და სხვა ახლა არაფერი მარიაჟოვის მსგავსი მე არ მჭირდება იმისათვის, რომ ეს თავი მოაწონოს ზედმეტად. პირველ ტურში უნდა გავიდე მინიმუმ 55%-ით. ეს არის ფაქტი. თუ ახლა დაიწყება იქ ტრადიციული მამაძაღლობები, ვნახოთ მე შესაბამის ადეკვატურ ნაბიჯებს გადავდგეთ.
მამუკა კაციტაძე წინასაარჩევნო დარღვევებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არათანაბარ პირობებზე საუბრობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დავით გამყრელიძის ოფიციალური წარმომადგენელი. კანონდარღვევად მიიჩნევს წინასაარჩევნო სახელმწიფო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გამოყენებას. მემარჯვენეების მსგავსად დარღვევებზე საუბრობენ ეროვნული საბჭოს წევრებით. მათი განცხადებით შეხვედრა, რომელიც გუშინ მერიაში გაიმართა, კანონდარღვევით ჩატარდა, რადგან ყოფილ პრეზიდენტს უფლება აღარ აქვს შეხვედრა ჩაატაროს საკრებულოში, გასცეს განკარგულებები და ამომრჩეველს წინასაარჩევნო დაპირებები მისცეს. ეროვნული საბჭოს წევრები ნინო ბურჯანაძეს მიმართავენ და მოითხოვენ გამოქვეყნდეს ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ მდგომარეობას არეგულირებს. უმრავლესობა ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. პერიოდში ირღვევა კანონმდებლობა. და სწორედ გუშინდელი სააკაშვილის შეხვედრა ტოლულებთან იყო ნათელი დემონსტრირება მთელი რიგი კანონგადაცდომებისა. თავისთავად ის, რომ ამ ტიპის დავალებებს მოქმედ ხელისუფალთ ანუ მერს და მინისტრს აძლევს ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, სხვა არაფერია, თუ არა დემონსტრირება ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების. ჩვენ გვაინტერესებს რა უფლებით დადის იმავე ესკორტით და იმავე დაცვით საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. გვაინტერესებს სად ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. რა პრივილეგიებით სარგებლობს, რომელიც მას გადმოყვა პრეზიდენტობის პერიოდიდან. ასეთი ტიპის განცხადება ძალიან ბევრი იქნება ამ კამპანიის დროს და იქნება უსაფუძვლო, იმიტომ რომ ახლა ჩვენ თვითონ და პირადად სააკაშვილი აკეთებს და აკეთებდა ამ წლების განმავლობაში ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში კანონი ყოფილიყო მთავარი, ასე რომ არავინ არ დაარღვევს კანონს. და თუ კი სადმე რომელიმე გადაცემაში შეიძლება ცოტა მეტი დრო დაეთმოს ან ერთ კანდიდატს ან მეორეს, დღეს არსებული შეთანხმების და მე ვფიქრობ კანონის დანახმადაც ამის ანაზღაურება შემდეგ მოხდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეებმა ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენის აუცილებლობაზე მადრიდში ისაუბრებს. დენიელ ფრიდმანმა მეთიუ ბრაიზამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარები გააკეთეს. გელა ბეჟუაშვილი მადრიდში ეუთოს საგარეო საქმეთა მე-15 მინისტერიალს ესწრება, რომელზეც მისი სიტყვით გამოსვლაც იგეგმება. პრობლემები არსებობს. საქართველო ამტკიცებს, რომ ის დემოკრატიისკენ მიდის, მაგრამ თქვენს ქვეყანაში ისეთი მოვლენებიც ხდება, როგორიც ტელეკომპანია იმედზე განხორციელებული პოლიციური შტურმია. ეს დამოუკიდებელი სიტყვის შეზღუდვა დაგიქმება. ამიტომაც ჩვენ საქართველოს მოუწოდებთ და ამაზე ერთობლივადაც მუშაობთ, რათა ტელეკომპანია იმედმა მაუწყებლობა განაახლოს. საპრეზიდენტო არჩევნებისინ კი მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ჩვენ ვიცით, რომ იმედი ეთერში უნდა დაბრუნდეს. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა წარიმართოს დამოუკიდებლად და თავისუფლად. ამისთვის ხალხს თავისუფლების შეგრძნება უნდა ჰქონდეს. ამის აუცილებელი წინაპირობა კი ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენა იქნება. პრობლემა, რომლის გამოც იმედი დაიხურა, შესაძლებელია ნებისმიერი ქართული არხის პრობლემაც იყოს. ამიტომ საჭიროა ეთიკის კოდექსის ამუშავება და ამაში საქართველოს ჩვენც დავეხმარებით. ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის აღდგენაზე დღეს პოლონური გაზეთ ვიბორჯას რედაქტორი და ქართული ტელევიზიების წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მსჯელობდნენ. პოლონელი მედია ომბუდსმენი ადამ მიხნიკი საქართველოს ევროკავშირის მოწვევით ჩამოვიდა. წინასაარჩევნო ვითარებასა და იმედის თემაზე მიხნიკმა დღეს ოპოზიციასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მედია ომბუდსმენი მოლაპარაკებებს ხვალ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებთან გეგმავს. ვიზიტის დასრულებამდე ის შეხვედრას ქართულ მედიასთან კიდევ ერთხელ გამართავს და მათ საკუთარ დასკვნას გააცნობს. ჩვენთან ევროპაში ასეთი შეხედულება გვაქვს, რომ საქართველოში რთული წინასაარჩევნო სიტუაციაა. ეს იმიტომ, რომ შეწყვეტილია ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობა. ახლა მოვისმინე სხვადასხვა ადამიანების შეხედულება ამის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ საშუალება მომეცემა გამოვთქვა ჩემი აზრიც. შემდეგ კი ჩემს ევროპელ კოლეგებსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მივაწოდო სათანადო ინფორმაცია. მე დარწმუნებული რომ შედეგი იქნება, იმიტომ რომ იმედთან დაკავშირებით და სხვა ტელეკომპანიების შეწოვლისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოფლიო არის ერთ აზრზე. თუ სააკაშვილი და მისი გუნდი წავა სოფლიოს წინაშე, მაშინ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ სოფლიოს წინაშე. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში ორი ვიდეო თვალი დამონტაჟდება. ერთი საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაგდების პროცესს, მეორე კი სარეგისტრაციო მაგიდეს გააკონტროლებს. ცესკოს დღევანდელ სხდომაზე არჩევნების პროცესში მედიის მონაწილეობის წესიც განისაზღვრა. ტელეკომპანიებმა საჯაროდ უნდა გამოაცხადონ და ცესკოს წარუდგინონ კანდიდატებისთვის განკუთვნილი საეთერო დროის პერიოდულობა, ხანგრძლივობა და ტარიფი. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ყოველ ორშაბათს 18 საათამდე. იგივე ვალდებულებები ეკისრებათ გაზეთებსაც. მეოთხე ეს არის
შვიდი ნაბიჯი ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის ირინა სარიშვილი საპრეზიდენტო კამპანიას ამ სლოგანით წარმართავს. პოლიტიკური გაერთიანება იმედის ლიდერმა საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ ქალს პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილთან დებატების გამართვა სურს. ირინა სარიშვილი საპრეზიდენტო დებატებისთვის ემზადება. ოპონენტად კი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს. სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს ერთმანეთთან დებატებში მონაწილეობას არ ურჩევს, რადგან მიაჩნია, რომ ამით ხელისუფლება ისარგებლებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილე რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი ამას არ გააკეთებს და მაინც მიიღებს მონაწილეობას ერთმანეთს შორის დავაში, რომელიც ჩვენ შეიძლება უკეთესი დროისთვის გადაგვედო, მე ვიტოვებ უფლებას გამოვთქვა ეჭვი, რომ შესაძლებელია ეს ადამიანები შეთანხმებულები, გარიგებულები იყვნენ დღევანდელ ხელისუფლებასთან და გარიგების მოტივი იყოს მომავალ პარლამენტში ადგილების წინასწარი დაბევება. საპრეზიდენტო პროგრამა სარიშვილს 7 უბედურებასა და 7 ნაბიჯზე აქვს აგებული. უბედურებები სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებია, რომელთა შორის უმთავრესი სარიშვილის აზრით ქვეყნის საგარეო პოლიტიკაა. სახელმწიფო ნეიტრალიტეტი და მეზობლებთან დაბალანსებული ურთიერთობა სარიშვილის საპრეზიდენტო პრიორიტეტია. ნებისმიერ პოლიტიკურ სამხედრო ან სამხედრო პოლიტიკურ ალიანსზე უარის თქმა დსთ, ნატო და ასე შემდეგ. საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განლაგებაზე უარის თქმა. თითოეულ სახელმწიფოსთან დამოუკიდებელი ურთიერთობების დამყარება. პოლიტიკური აქტიურობა ირინა სარიშვილმა გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობიდან დაიწყო. გია ჭანტურიას გვერდი დამოუკიდებლობის იდეისთვის მებრძოლი ბოლოს ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერობა სწორედ შევარდნაძისთან ალიანსის გამო დატოვა. ვარდების რევოლუციამდე სარიშვილი შევარდნაძის საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. თავიანი ხალია, ჭკვიანია, გონიერია, რაც სჭირდება ხალხს იმდენი ეშვაგობაც აქვს და რა შემიძლია სხვა, კარგის მეც ვერაფერს ვთქვა. ირინა სარიშვილი კონსტიტუციური მონარქიის მომხრეა. ოღონდ მიაჩნია, რომ მონარქიაზე გადასვლამდე საპრეზიდენტო მმართველობის შენარჩუნებაა საჭირო. სარიშვილი ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელიც არ მალავს რუსულ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობას. ბოლო პოლიტიკური გაერთიანება იმედი მან საქართველოს მთავრობის მიერ ძებნილ იგორ გიორგაძესთან ერთად შექმნა. ერთი წლის წინ გიორგაძის მომხრეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მათ შორის არ ყოფილა ირინა სარიშვილი. სამართალდამცავებთან მას პრობლემები მხოლოდ სომხეთიდან დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის დროს შეექმნა. ჩვენი საამაყო ლარი, რომელიც თითიდან ყარდება, ეს ტემპი ვერ გავთვალე და სადღაც 1100 თუ 1200 დოლარის გადაცდენა იყო, რაზეც არის ჩვეულებრივი ჯარიმა. დღეს სარიშვილი ამბობს, რომ იგორ გიორგაძე ბოლო დროს მხოლოდ დაპატიმრებული მომხრეების გამო ეკონტაქტება, ხოლო პოლიტიკურ აქტიურობას აღარ იჩენს. სარიშვილს გაპრეზიდენტების შემთხვევაში გიორგაძის გააქტიურება სურს. თუ ის პოლიტიკურად გააქტიურდება, ჩვენ ისევ ისეთი თანამოაზრეები ვიქნებით, როგორც ვიყავით აქამდე. ერთადერთი წყალგამყოფი ჩვენ შორის არის მისი პასიურობა, რომელიც არ ამგონია, რომ კარგი იყოს. სიმართლე ყველგან და ყოველთვის და კეთილდღეობა ყველა ოჯახს. ამ პოლიტიკური ლოზუნგით სარიშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს, თუმცა პირველ რიგში 50,000 მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვებას შეეცდება. ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვედრებს განაგრძობს. დავით გამყრელიძემ საკუთარი საარჩევნო პროგრამა ჟურნალისტებს პირადად გააცნო. ხორთიართ მარიოტში გამართულ შეხვედრაზე საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში თავის შანსებსა და კონკურენტებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. დავიწყებ თქვენთან იმის ახსნას, რატო არის ბევრი კანდიდატი უკეთესი, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა კანდიდატმა თავისი მხარდამჭერი გამოიყვანოს. მე მგონია, რომ თუნდაც მე და ბატონი შალვა დაძელაშვილი ვართ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსები, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი გვყავს და მე არ მჭირდება აი ამ აუდიტორიაში ამის ახსნა. თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც მოვა ჩემი კანდიდატურის მხარდასაჭერად, შეიძლება არ აღმოჩნდეს მზად იმისთვის, რომ თქვა მივიდეს ბატონი შალვას კანდიდატურის მხარდასაჭერად, ან მივიდეს ბატონი ლევანის კანდიდატურის მხარდასაჭერად. ეხლა ნელ-ნელა ვეცნობოდი მას და თან უსმენდი, ბატონავით და მეჩვენება, რომ საკმაოდ აზრიანად არის ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში. ეხლა რამდენად ეს იქნება დამაჯერებელი საზოგადოებისთვის, ან რამდენად იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ მივიტანოთ ეს თითოეულ ამომრჩევლამდე, ნახოთ ამას რო გვაჩვენებს. ოსო გამყრელიძე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა სასამართლო სისტემის რეფორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია და მუნიციპალური პოლიციის შექმნა, რომლის ხელმძღვანელებიც არჩევნების შემდეგ დაინიშნებიან. 1 საათის განმავლობაში ახალი მემარჯვენეების ლიდერი იმ რეფორმებზე საუბრობდა, რომელიც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანაში განხორციელდება.
ეროვნული საბჭოს პრეზიდენტობის კანდიდატი და ვაკის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაკიდან იწყებს ლევან გაშიჩილაძე. ვაკის რაიონის ცხოვრებლებს ის გეგმები გააცნო, რომელიც განხორციელებასაც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გეგმავს. ეროვნული საბჭოს კანდიდატი ამორჩევლებს ვრცელ საარჩევნო პროგრამას ორშაბათიდან გააცნობს. ძალადობა გრძელდება, პრეზიდენტობიანას თამაში გრძელდება, მაგრამ ამას მალე ავლაგმოთ. ძალიან მალე მერწმუნეთ რა. როგორც გავათქვეთ, ხალხი და პენსიები მოვამატეთ, აი ესევე ავლაგმოთ პრეზიდენტობიას თამაში. ყველაზე პროგრესული და დიდი აზროვნების ეროვნული კაცია და იმიტომ შემევლოს მაგას ჩემი თავი. მე სახში მიდასწრა. არ შევარდნაძე, შევარდნაძე ქვეყანა დაღუპა. სააკაშვილმა მოუთავა. ამისი მედი მაქვს. ღმერთმა მაგას გაუმარჯოს. აფხაზეთიდან დევნილებს დროებითი საცხოვრებელი ფართი დაუკანონდებათ სახელმწიფო და ადგილობრივი ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ქონების მარტივად და უფასოდ დარეგისტრირების საშუალებას მისცემს. ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი სტუდკალაქის ტერიტორიაზე დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას აფხაზეთში ახლო ნათესავები ყავთ დაკარგული. დევნილები მათი ქონების დაკანონებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დაუცველად გრძნობენ. ანალოგიური მდგომარეობაა დევნილების კომპაქტურად ჩასახლების სხვა ადგილებშიც. ქუჩაში არ ვართ ნამდვილად ეს დევნილები და გვეცოდინება, რომ ჩვენია ესა თუ ის ფართი დიდია თუ პატარა. მოგვეცა იმედი რაღაცის განწყობა რომ არ გაყრიან ქუჩაში და ვიქნებით დაცული, აი როგორ იცით, აი რომ შიში აღარა გვექნება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დევნილებისთვის გადაცემის კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს. ახალი კანონის მიხედვით დევნილების საცხოვრებელი ფართის პრივატიზება, რომელიც წლების განმავლობაში აქვთ დაკავებული, უსასყიდლოდ მოხდება. კანონპროექტზე თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი მუშაობს. მათი გადაცემაც ყოველგვარი სასყიდლის გარეშე უსასყიდლოდ მოხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით, ისევე იმავე პირობებით, როგორც ეს არის ბინების შემთხვევაში. თუ დევნილები განსახლებული არიან რომელიმე კერძო მფლობელის, კერძო მესაკუთრის, ასე ვთქვათ, საკუთრებაში არსებულ ფართზე, ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით გარკვეული სხვა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. მაგრამ იქ სადაც ის ფართი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფება, ავტომატურად გადაეცემა დევნილებს. ოპოზიციური პარტიები ამ კანონპროექტსაც ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებენ. ახალი მემარჯვენეების თქმით, ამ ინიციატივის განხილვას ხელისუფლება რამდენიმე თვის წინ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით ყველაფერი ამისთვის და ისინი გვიმტკიცებდნენ, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს, ეს არ არის რაღაც მემარცხენე იდეოლოგიის მქონე სახელმწიფო და ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. თუმცა ოპოზიციონერთა ნაწილი ამ კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერს. ზურაბ ტყემალაძე დევნილებისთვის და ადგილმონაცვლე პირებისთვის შეღავათების დაწესებას მხარს ადრეც უჭერდა. დევნილებს ბოლოს და ბოლოს ექნებათ იმის საშუალება, რომ თავიანთი ქონება ქონდეთ, თავიანთი საცხოვრებელი საცხოვრებელი დავარქმევ, მაგალითად საცხოვრებელი სადგომი, რომელშიც გაჭირებით ცხოვრობენ, ის მაინც დაუკანონდება და იმის ტერორის შიშის ქვეშ მაინც არ იქნებიან, რომ ხვალ მიადგება ვიღაცა და გამოასახლებს. კანონი დევნილებისთვის ქონების ლეგალიზაციის შესახებ გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. პარალელურად ცვლილება შედის კანონში პრივატიზების შესახებ, რომელიც ქონების პრივატიზების პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. პოლიციისა და განსახლების ახალი მინისტრი კი წყალდუბოში სანატორიუმ მედეაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. კობა სუბელიანი მათ საცხოვრებელ პირობებს და პრობლემებს ადგილზევე გაეცნო. მინისტრი აცხადებს, რომ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებზე მარეს რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და მთლიანად შეკეთდება სახურავები, ფანჯრები და საკანალიზაციო სისტემა. კობა სუბელიანი დევნილებს პირდება, რომ მათ საცხოვრებელი ფართები აფხაზეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე დაუკანონდებათ. ამ ეტაპზე რაც მოვისმინე, დავინახე ის, რომ რაღაცები კეთდება. ნუ ტრადიცია არ არის საქმე, როგორც მეგონა. ანუ რაღაცები საკრებულოს გაუკეთებია, იქ კანალიზაცია გამოუცვლიათ, მაგრამ ნუ ეს ალბათ საკმარისი არ არის და პრეზიდენტის დახმარებით ახლა იქნება რაღაცა განსაკუთრებულად გამოყოფილი თანხები, რომელიც უფრო მასშტაბურ სამუშაოებს ეყოფა. სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის სრულყოფის პროცესი დასრულდა. რამდენიმე წლიანი სამუშაოების შედეგად ბაზაში 1.400.000-მდე გამოტოვებული მონაცემი და რამდენიმე ასეული ათასი შესწორება შევიდა. საქართველოში 16 წლის ზემოთ 3.400.000 ამომრჩეველია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესწორებული მონაცემთა ბაზა დღეს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა. სახელმწიფოსთვის ასეთი მონაცემთა ბაზების არსებობა ბუნებრივად ფუნდამენტური მნიშვნელობის არის. არის ლაპარაკი იმაზე, რამდენად კორექტულად
არის ზოგადად აღრიცხული იმ მოქალაქეების პირადი მონაცემები, რომლებიც ქვეყანაში მოსახლეობენ გარკვეულწილად. ანუ ეს არის ნებისმიერი სამოქალაქო მნიშვნელობის აქტი, დაბადების მოწმობა, ქორწინების რეგისტრაცია, პირადობის მოწმობა, პასპორტი. ვიწყებთ, ასე ვთქვათ, SMS სისტემას, ანუ SMS-ით გადამოწმების საშუალებას და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს ექნება საშუალება SMS-ით გადაამოწმოს თავისი თავი ჩვენს მონაცემთა ბაზაში. გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 70% თუ მეტი არა ეს არის სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებული სიები, ამ სიის სიზუსტე ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 2008 წლის განმავლობაში ფასების ზრდის წლიური დონე 8%-ის ფარგლებში მოექცევა ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ანტიინფლაციურ პოლიტიკაზე მუშაობს. ფინანსთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოში ინფლაციურმა პროცესებმა სტაბილური ხასიათი მიიღო და წლიური ინფლაცია 10%-ს აღემატება. მიზეზად გარე ფაქტორების საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის და სასურსათო საქონლის ფასების ზრდა სახელდება. მთავრობა და ეროვნული ბანკი მზადყოფნაში არიან, რომ გამოყენებული იქნეს ყველა ხელთარსებული რესურსი და საშუალება იმისათვის, რომ ინფლაცია სასურველ ფარგლებში მოექცეს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით შესაძლებელი გახდება მომავალში ფასების და იმდენად უმნიშვნელო იყოს, რომ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ დაავიწყდეს ინფლაციის არსებობა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაგვაჩნია საკმარისი რესურსი როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს და არ შეიკრეს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ მინდა გავაცხადო, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი მოქმედებენ აბსოლუტურად კოორდინირებულად ამ პრობლემის წინააღმდეგ და არანაირი პრობლემა უახლოს მომავალში თქვენ ნახავთ, რომ აღარ იქნება ინფლაციური გამოწვევის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა წინა საარჩევნო კამპანია ტყიბულში დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატი ტყიბულის მაღაროში 350 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა და იქ მაღაროველებს შეხვდა. სააკაშვილის განცხადებით იგეგმება თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ტყიბულის ქვანახშირზე იმუშავებს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტყიბულის პირველი საშუალო სკოლას დაათვალიერა და გათბობის საშუალებების არ ქონის გამო განათლების სამინისტროს შენიშვნა მისცა. დღესვე ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი ტყიბულის მოსახლეობას ესაუბრა და საწარმოების მშენებლობას დაპირდა. მოხდა ისე, რომ ეს არის ასევე პირველი გასვლა ჩემი, პირველი გასვლა საარჩევნო კამპანიაზე, პირველი შეხვედრა ხალხთან და მე მინდოდა ეს ყველაფერი დამეწყო თქვენთან, იმიტომ რომ ტრადიციულად ითვლებოდა ადრე, რომ არ არის საჭირო ტყიბულში და სხვა ასეთ მიტოვებულ ქალაქებში მთავრობის წარმომადგენლების სიარული. რომ არც ისე ბევრი აუცილებლია და პრობლემა ძალიან ბევრია. ამიტომ ჯობია მიხვიდე იქ, სადაც უფრო ადვილია ყველაფრის გაკეთება. ჩვენ მარტივ გზა არ მოგვირჩევია. ჩემთვის საქართველოში არ არსებობს არც ერთი მიტოვებული ქალაქი. ჩემთვის საქართველოში არ უნდა არსებობდეს და არ არსებობს არც ერთი მიტოვებული ოჯახი. როდესაც მე ამოვედი აქ პირველად 4 წლის წინ, მაშინ საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიყავით მუხურაში და სხვა ადგილებში და ვეწეოდით საარჩევნო კამპანიას, მათ შორის ტყიბულში ვიყავით. მაშინ გული მომიკვდა. ჩამონგრეული, გაუბედურებული, არანაირი პერსპექტივა. მიდელის შახტა წყალში ჩაძირული და მინდა გითხრათ, რომ მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ 6 თვე კიდე არ გავაკეთებთ და მაშინ მთავრობას არ ქონდა 1 თეთრი ფულიც კი ბიუჯეტში. თუ 6 თვე კიდე არ გავაკეთებთ, შახტის აღდგენა იყო შეუძლებელი. გახსოვთ, როგორ ააშენეს არჩევნების წინ შახტას და ვითომ რაღაც საამქრო რაღაცის შახტა ჩაიძირა, ეს საამქრო გაჩერდა და ყველა ჭირი მოჭამა ამ პროექტმა. ამიტომ ჩვენ პირველი დავალება, რომელიც მე მაშინ მივეცი ხალხს და ჩვენ თანამშრომლებს იყო ის, რომ შახტა უნდა ამუშავდეს და მე მიხარია, რომ დღეს მინდელის შახტა, მიუხედავად ყველა სიძველისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მთელი სიმძლავრე, მთლიანად 1000 ადამიანამდე მაინც უკვე მუშაობს. პირობები ნორმალურია, მაგრამ ხელფასი ანაზღაურება ძალიან ნაკლები. შეიძლება რომ ხელფას 50%-ს რომ მოგვიმატებდნენ, მაყოფილები იქნებით. გასაგებად საუბრობს და სასიხარულო ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ბატონი პრეზიდენტი ლაბარაკობს.